სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო, გამოკვეთილი იყო, რის გამო მოხდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ალბათ. დასმული კითხვები მთლიანობაში გამოხატავდნენ ამ იმასა და რაზეც მე გავეცი პასუხი. და რა უპასუხე, რომ მოცემული გზის მონაკვეთზე მონიშნები არის გაკეთებული, თუ მძღოლმა როგორ უნდა იმოძრაოს. და მთავარი არსი, რაც ავარია გამოიწვია, არსებული მონიშნების და მოძრაობის ორგანიზაციის წესების მოთხოვნების დარღვევით იმოძრავა მიკროავტობუსმა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რომელიც არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და იქ უცბად თუ მოულოდნელად თუ ჩვეულებრივ მომოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც თავისი მოძრაობის მიმართულებით ნიშნებით უნდა გამოსულიყო გზაზე და გამოვიდა, იმას შეეჯახა. მომხდარი ავარია ვიდეოთიც აჩამს ჩვენს მიერ გაკეთებული სიმულაციითა და ტექსტობრივად რაც უპასუხე. რამდენი ნიშანი შეხვდება მძღოლს ყველა იმ ნიშნის მოქმედებით, რომ იმოქმედოს, არ გამოვა მოქმედება. მოქმედება არის გზაჯვარედინამდე დასმული ნიშანი, რომელიც იყო საკმარის მანძილზე იმისათვის, რომ მძღოლისთვის მიეცა ინფორმაცია, როგორ შესულიყო გზაჯვარედინზე, იყო ერთი ნიშანი, ერთ ბოძზე განთავსებული ნიშანი. დაუთმე გზა როდესაც მარჯვნივ მოუხვიო, ჯერ უნდა მოუხვიო მარჯვნივ, სავალდებულო მოძრაობა, მარჯვნივ მოძრაობა და დაუთმე გზა იმ გზაზე შესვლისას, სადაც შედიხარო და გზაც მონიშნულიყო იგივე. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა იმოძრავა, შევიდა იმ ზოლზე, იმიტომ რომ პირდაპირ არ შეეძლო მოძრაობა, იქით არ შეეძლო. იმოძრავა იმ ზოლზე და წინ დახვდა მოულოდნელად მიკროავტობუსი მოძრაობის წესების დარღვევით სხვა სამოძრაო ზოლზე შემოსული, რასაც ვერ აერიდა. თუ კი დაბრკოლება გაქვს გზაზე, თუ კი საფრთხე გაქვს ყველაფერი, მძღოლს ავალდებულებს ამ დაბრკოლებამდე არსებული დროისა და მანძილიდან გამომდინარე, ან უნდა გაჩენდე, ან გონივრული მანევრი გააკეთო. მიკროავტობუსის მძღოლს შეეძლო მარჯვნივაც გიეხვია და გაჩერებულიყო კიდევაც იყო ტექნიკურ